მანუელ მაკრონთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა შეფასებები მოყვა თბილისში განცხადებები მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. მთავარი ამოცანა დღეს არის, რომ საქართველოს კარი ევროპის წინაშე არ ჩაიკეტოს. ჩვენ ვხედავთ, ვინ ცდილობს, რომ კარი არ ჩაიკეტოს და ვინ მუშაობს გამალებით ქართული ოცნება იმისთვის, რომ ევროპის კარი საქართველოსთვის იყოს დახურული. ეს არის ძალიან ცხადი და ნათელი და ძალიან ბოროტი თამაში ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რასაც ეწევა ქართული ოცნება. ჩვენი ქვეყნისთვის აჯობებდა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვით ახორციელებდეს თავის საგარეო აქტივობებს, თუმცა როდესაც სახეზეა კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა, რაც გულისხმობს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის საგარეო აქტივობების შეთანხმებას, რაც ამ შემთხვევაში მთავრობის მხრიდან არ ყოფილა მიცემული, როგორც ვიცით, ბუნებრივია ამას სჭირდება სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე, შემდეგ მმართველ უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტილება და იმპიჩმენტის ინიციირებას, რა თქმა უნდა, აქვს ჩვენი ყველა თანაგუნდელის ხელმოწერა.